ამ სხეულს ხო უნდა ქვეყნიერების წოდების აღსრულება. ეს სხეული თავს აქაც არ განებებს. აქ ხო მოხვედი. აქ ხო ხარ. მაგრამ გონებიც სხვა განახა. შენი ზღვის აქ არის ფიქრები და აზრები შენი სადღაც წავიდა. გაგეფანტა. სულიერი რომ მიიღო ამისთვის. გაგეფანტა გონება. ფიზიკურად კი აქ ხარ. ხვდებით? მაგრამ სულიერი სხეული ყოველთვის იქნება ღმერთისკენ, სულისკენ მიდრეკილი იმის გასაკეთებლად, იმის აზრების მომცემი იქნება, რაც ღმერთს სიამოვნებს და ეს იქნება ჰარმონია, სხვანაირად. არ შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს ზეცაში და აი ესეთი ფიქრები და ასეთი აზრები, რაც ქვეყნიერებაზე ხორციელ ადამიანებს აქვს, იქაც კონდეს. ხვდებით? მაგიტომ ღმერთმა მოიფიქრა ახალი სხეული. მაგიტომ აღგითქვა, რომ მიიღებთ სხეულს, როგორი სხეულიც მიიღო იესო ქრისტემ. ერთი ადგილი არის უფასებო, გუშინ ვკითხულობდი, მინდა რომ თქვენ წაგიგითხოთ. ურთხესულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობამ ჩემო მისი წმინდა სახელი. პირველი, აკურთხე, ხორცს არა, სულო ჩემო უფალი. პირველად სული აკურთხებს უფალს. პირველად სულში აი აქ გინდა რაღაც. ხორცი ამას ჯერ არ აგზნობს. ნახეთ, აკურთხე სულო ჩემო უფალო. ანუ მოდის სულიდან კურთხევა. აი აქედან მოდის მადლიერება, აი აქედან მოდის ღმერთის სულთან შეერთება. ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, ღმერთი არის სული. აი აქ მოხვედი ადამიანი, ხო, მოხვედი აქ. ღმერთს პირისპირ გამოცხადებით, ან ადამიანს რო ესე გამოეცხადოს, ვერ შეხვდები. არამედ მის სულთან, მისთან დასწრებასთან მოგიწევ შეხვედრა და აი ეს სული, რომელიც აქ არის და არ ჩანს, შენს გულს დაელაპარაკება. ხვდებით? ჩემთან შესახვედრად არ მოხვედით. მე არ ვლაპარაკობ. ლაპარაკობს ღმერთის სული, რომელიც ზრუნავს შენზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. თითოეული ადამიანი ვინც აქ ხართ, ყველა იცი თქვენ ძვირფასები ხართ თითოეული ჩვენთაგანის. ძალიან გვიყვარხართ, იმიტომ რომ ღმერთმა ჩვენ გამოგვიყენა თუნდაც და ჩვენ გვიყენებს რომ თქვენ მოგემსახუროთ. ხვდებით? ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასი, თითოეული თქვენთაგანი არის ძალიან ძვირფასი. მაგრამ ჩემზე 100-ჯერ, 1000-ჯერ ძვირფასები ხართ ღმერთისთვის. რატომ? მე კი ვაკეთებ რაღაცას, რაც ადამიანურად შესაძლებელია, სულიერ შესაძლებელია, მაგრამ იესო თავისი სისხლი დაღვარა თქვენთვის. 6 საათი იესო იყო ჩამოკიდული ჯვარზე, თავისი სხეულით, თითოეული თქვენთაგანისთვის. ასეთი რამ მე არ გამიკეთებია. ხვდებით? იესო ჩემთვისაც იყო ჯვარცმული. ამიტომ მას უფრო მეტად უყვარს თითოეული ჩვენთაგანი და როცა სული, რომელიც აქ არის, ღმერთის სული, შენ შინაგანს ელაპარაკება, პირველ რიგში შენი სული იწყებს თაყვანისცემას ღმერთისთვის. მე ნახეთ რას ამბობს. იცის, წეგა მე რას ვამბობდი, ამანაც იცის, ნახეთ? აკურთხე სულო ჩემო უფალი და მთელო ჩემო შიგნეულობა მისი წმინდა სახელი. იცის რომ შიგნეულობა და ხორცი ქვეყნიერებისკენ არის მიდრეკილი. ასია თუ არა? რა კარგი არის ეკლესიაში სიტყვა, რა კარგი არის ღმერთის სულის შეხება, სიტყვის მოსმენა, დარიგება, რა ტკბილია, რა კარგია, მაგრამ აქედან რო ადამიანი წავიდა, დაინახა რომ კაცო ისევ მდგომარეობაში კი ვეღარ არის. ეკლესიაში რა კარგი იყო. რა კარგი სიტყვა იყო. რა კარგი აზრები და ფიქრები მომდიოდა. რა კარგი გადაწყვეტილებები მომდიოდა, რომ ამის შემდეგ ყველაფერს ისე გავაკეთებ უფალო, თუ აქამდე რამე ხელს მიშლიდა, თუ აქამდე რამე ცოდვას ჩავდიოდი, ამის შემდეგ აღარ ჩავიდენ. ამის შემდეგ ყველაფერს რამდენს ვილოცებ აქედან რო წავალ, რა კარგია შენთან ურთიერთობა. რამდენს წავიკითხავ, ის მეგობარი რო არის ჩემი და რომ ღმერთს ეძებს, ვეცდები რომ ასაც დაურეკო, ვესაუბრო, ღმერთის სიტყვა მივაწოდო, იქნებ ღმერთმა მისცეს მონანიება. ხვდებით? რა კარგი არის ეკლესიაში, როცა სიტყვას ისმენ და შინაგანი რაღაც მაღლდება. აი ზუსტად ამას ამბობს. სიტყვა მოისმინე, შენი სული თაყვანს სცემს უფალს და როგორ შენი სული სცემს თაყვანს, შენმა შიგნეულობამ და ხორცმაც თაყვანის წესვას. შენ ყველანაირად უნდა ეცადო, რომ ღმერთის განდიდება
ასწავლო შენ სულს, სულით და შიგნეულობით თაყვანიროსცემას. და თუ ეს თანდასწრება და ეს განდიდება მთლიანად მოიცავს დარბას, მაშინ ღმერთის სული მთლიანად ავსებს იმ ადგილს.